ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი. სალამი მოგეწადები. განგება მისე ინება რომ არც თუ ისე დიდი დროის მონაკვეთში ამ სკამზე მეორედ ხარ მოსული. არც თუ ისე დიდი დღის მონაკვეთში ხო? არც თუ ისე. ძალიან ბევრ რამეზე ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და არ იქნება კარგი რომ გამიმეორდეთ. მაგრამ შენს ცხოვრებაში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა რომელსაც მე დარწმუნებული ვარ შენს გარშემო არსებული ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა და შენ საბოლოო ჯამში შეძელი შენი ადიქციის დამარცხება. აი ამ თემაზე ვისაუბროთ და მოდი სანამ შედეგზე ვილაპარაკებთ, მოდი ჩავიდეთ წლებით წინ და მოდი გულწრფელად მოყევი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. აი ნელ-ნელა როგორ მოდიოდა ხიბლი ამისი მიჩვევა და ბოლოს როგორ გადაიზარდა ეს დამოკიდებულებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მე მგონი და ბევრ ადამიანს აწუხებს ამასობაში ჩვენს გარშემო ზოგ ადამიანზე არც ვიცით იმდენად როგორც თქვათ ჩემს შემთხვევაში ბევრ ადამიანმა არ იცოდა ჩემი დამოკიდებულების შესახებ ზოგმა იცოდა მეტისმეტად გაბერილი ისტორიები თუმცა მე თვითონ რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას როგორც თქვათ აი ახლა გამკურნების პერიოდში ფსიქოლოგთან ერთად ვიკვლევდით თქვათ დამოკიდებულების თემას რომელიც ვითარდებოდა წლების განმავლობაში ალბათ იწყებენ ადამიანები მოყოლას თქვათ სპიკერები როცა ყოფიან თავიანთ დამოკიდებულებაზე პირველი გასინჯვიდან პირველი დასალევის ჭიქიდან და ასე შემდეგ და ჩემთვის თქვათ ალკოჰოლიც თუ რაღაცა რომელიც მომწონდა და ეს დალევა სულ მიტაცებდა მე ჩემი დამოკიდებულება ნივთიერებასთან გახდა პრობლემა რომელიც ესე იგი თქვათ წლების წინ გავსინჯე პირველად ძალიან ბევრი წლების წინ გავსინჯე და საერთოდ არ მომეწონა მე რაღაც წლების მერე ვიღაც ადამიანებთან ერთად საზღვარგარეთ ვიყავით რომელმაც აი ესე ეხლა ესე მოქმედებს ეხლა ესე გახსნის ისე და რაღაცა რომელიც ძალიან მოგეწონება და მე ვთქვათ რა წელიწადში ერთხელ რო გასინჯავ მე რაღაცა და იმდენად მოგეწონება რომ მარტო ფიქრობ და ესე იგი ვნატრობდი და ვლოცულობდი მარტო იმაზე რომ არ გამომლეოდა და ძალიან ბევრი მქონოდა ეს ყველაფერი საზღვარგარეთ ხდებოდა და მე უკვე გადაიზარდა მუდმივ მოთხოვნილებაში ანუ ნარკოტიკი აბასობაში თავიდან ადამიანს სხვა შორის ეს ძალიან კაი ალეგორია მეგობრობის თემაშიც თავიდან ეს გემეგობრდება ეს ნარკოტიკი ნივთიერება გიგვარებს რაღაცა ელემენტარულ პრობლემებს შენ კანხასიაზე მოყავ ხარ სითამამეს გმატებს სიმამაცეს უფრო თამამი ხარ შენი თავი მოგწონს შენი საუბარიც მოგწონს და აი ესე გიმეგობრდება და როგორც კაი მეგობარი რო გაიჩინო ესე შემოდის შენ ცხოვრებაში რაღაცა პერიოდის მერე ამჩნევ რომ ამ მეგობარმა დაგიწყო ცოტა ცუდი რაღაცების კეთებაც ანუ მარტო ის რომ თამამი ხარ უცბად რაღაცას ფეხს წამოკრავ რაღაცაში ისიც გეხმარება რომ ფეხი წამოკრა არ გაგიმართლოს ისე კარგად აღარ გამოგივიდეს მე უკვე შეატყობ რომ ეს მეგობარი გახდა შენი მტერი ეს ნივთიერება მაგრამ როცა უკვე იმას შეატყობ რომ შენი მტერია ამასობაში შენი პატრონია და მთლიანად უჭირავ ხარ შენ რომელსაც ვეღარ ებრძოლები თუმცა პარალელურად ის პრობლემაც იყო შენ ნაწილში რომ ასევე არანაკლები რაოდენობით მეტი თუ არა ალკოჰოლსაც მოიხმარა. რა თქმა უნდა, აი ზუსტად ამას ვამბობ, რომ საქართველოში სამაგიეროდ ალკოჰოლი იყო შემცვლელი, ესე იგი ალკოჰოლის მოხმარება, როგორც ამიხსნა თქვა ფსიქოლოგმა, ეს განსხვავება არ არის ჩემთვისაც განსხვავება იყო ერთმანეთისგან დიამეტრალური ნივთიერებასა და ალკოჰოლს შორის, ალკოჰოლი ეს მისაღებია, თუმცა ეს იგივე დამოკიდებულებაა თურმე და აღიქმება იგივე დამოკიდებულებად როგორც ნივთიერების მოხმარება. და ამიტომ ალკოჰოლმა მოახერხა ის რომ შემცვლელი იყო იმისი რომ უკვე ლიტრობით შემეძლო ვთქვათ ჩემი საყვარელი ერთ-ერთი გერმანული ძლიერი დასალევის დალევა. სად იგრძენი პირველად რომ შენი ცხოვრება ცოტა სხვანაირი გახდა რა და უკვე აი რასაც შენ ამბობ და ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო, როდესაც შენ დინამიკას აღწერდი პროცესის და თქვი რომ ბოლოს პატრონი გახდა შენი პატრონი.
სად მიხდი რომ უკვე პატრონობის ქვეშ ხო მუდმივი მოთხოვნილება რომ დაგემართება უკვე ამისი რომ თქვა იღვიძებ და უკვე დალება გინდა ან რაღაცა უდნავ თითქოს ენერგიაზე გინდა მოხვიდე და უკვე რაღაცა გჭირდება იმისთვის და ამ დროს ხვდები რომ როცა მიიღებ რაღაცას და გინდა გადაკრავ თქვა იაგერმაისტერს ერთ პატარა ჭიქას თუ ახარისხიან დასალევს როგორც წინა გადაცემაში ვთქვით შემკითხე რომ ლოცი ხარო და მე ვთქვი რომ მე კაი ჭიქით თუ არ დავლიე ის და მაგას ვუყობოდი სხვათა შორის ბალის ჩემ ფსიქოლოგს რომ ესე ვკითხა მეთქი და ისა რა ქვია და მე მითხრა ესე კი არის სოკრატე ლოცი ხარო შემიტყარი რომ ლოთობა უცებელი არ არის რომ სადღაც გუბეში ეგდო ესე იგი ქუჩაში და ბომჟი იყო და აი ყველამ დაინახოს რომ თუ აი ეს ქუჩაში აგდია და შენ სვეცკაც ახარ რაღაცა კაი ჭიქით და კარგი დასალევით მთვრალი ეს ერთი და იგივე მდგომარეობაა თურმე ანუ ის და შენ ადამიანი დამოკიდებულებით ერთი ხდებით და უკვე როცა ენერგიასაც აღარ გაძლევს ამას ატყობ რომ მიუღებელი ხდები საკუთარი თავის ცხენია მუდმივ ფოთვაში ხარ რაღაც საკეს ჩაიხედავ და ვერ გამოიყურები კარგად თქვა გადაცემაში უნდა მოხვიდე და ხედავ რომ ვაფშე არ ახარ ფორმაში და ადამიანს არ გავხარ ვერ ემსგავსები ვერ აგვიანებ მე ისედაც დაგვიანების პრობლემა მაქვს და ყველაფერი ცუდი ამასობაში უკვე როცა პატრონია შენი აი ყველაფერი ეს ასმაგდება და მუდმივი ფოთვა და ტვინში გაქვს რაღაცა უბედურება ის რომ აი სამარცხვინო ხარ შენ საკუთარ თავთან არ ახარ მართალი იცი რომ პატრონია შენი ეს ნივთიერება მაგრამ ვეღარ ებრძვი და ამისთვის დახმარება გჭირდება თურმე შველის თხოვნა არ არის სირცხვილი ამ დროს და ბევრ ადამიანს უჭირს და ამ დროს მე თვითონაც უახლოეს მეგობართანაც ვერ წოდი რომ იცი რა მე უკვე საშველი ვარ და ეს ჩემი პრობლემაა და ძალიან რთული იყო საკუთარ თავთანაც ამის აღიარება და მე როცა მივხვდი ამას რომ უკვე საშველი ვარ აპტეკიდან აი ესეთი რეაბილიტაციის ცენტრის საძებნელად წავედი ბერლინში ხო რა საინტერესო დასაწყისია და იქ მივიღე ჩემი საყვარელი ნივთიერებაც ის და მივხვდი რომ საერთოდ არაფერს სიახარულს აღარ მანიჭებს ეს და უბრალოდ აი ყველაფერი უბედურება მომიტანა გაასმაგებული ვიდრე მანამდე და თვითონ ჩემი საყვარელი ქალაქი ბერლინიც ვაფშე აღარ გამოიყურება ნომრიდან აღარ გადიხარ მარტო საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი არ გინდა არავის დაენახო აი მუდმივი ფოთვა უბედურება რაღაცა საშინელება გელანდება ჭორები თუ ისა თუნდაც ბერლინში ხარ და გარეთ ვერ გადიხარ ისე დაღამდება გათენდება ვერ მოდიხარ აზზე მუდმივად გამენათები ხარ საჭმელს ვეჭამ სიგამხრის კი მოვიმატე მაგრამ ესეც მომატება ბევრად ცუდია რა თქმა უნდა და შემიძლია გითხრა რომ გადასაღებად გამოიყურები განსაკუთრებით თუ შევადარებთ იმ ზალიკოს რომელიც ბოლოს ნახე გაიხარე და მეც მე აპტეკიდან გადაცემა ჩვენი ჩაწერილი შენთან სტუდიაში პრაიმ შოუში მიშა ცაგარელთან ერთად და ნუ ისინი ენა არ ესმოდათ მაგრამ ხარხარებდნენ ეს ჩემი ფსიქოლოგები იმას რომ უყურებდნენ რომ როგორ გამოვიყურებოდი და რომ მოიმატეო ისინიც მეუბნეოდნენ რომ ძალიან ბევრი ტკბილს ჭამ მაგრამ თურმე ამასობაში ტკბილის ჭამა რაღაცა დონით კომპენსირებს ნივთიერების მოთხოვნილებას ზალიკო სანამ ფსიქოლოგებზე ვისაუბრებთ მოდი მითხარი გაიხსენე მოდი აი ცოტა იქ ხონდა ცუც რო იხსენებ უფრო შლი ხო აი გაიხსენე თუ გქონია რაღაცა ძლიერი ინტოქსიკაცია ყველაზე ცუდი რა დაგმართნია აი ეს იყო რომ თბილისში მომივიდა როცა წმინდა მატრონას ხატი მეკიდაცო და ისა თვითონ ამ დროს ვთხოვდი რომ წმინდა მატრონა ისე მატკინე მეთქი რომ აი ეს რაღაც თქვათ არ მომკლა თქო მაგრამ აი ამას რომ მოვეშვა იმას და მუცელში რო ტკივილი ვიღძენი და ვიტა მატრონას პასი მეთქი ხაც დაუძახე და გამიარა ამ ტკივილმა ისეთ ტკივილი იყო ეს არ ვიცი მე ჯოჯოხეთური და ამდექი და ვისკი დავასხი იაგერმაისტერი დავასხი ზემოდან და ეს რო დავლიე გული წამივიდა ტკივილისგან აუ კუჭი გამისკდა რას ლაპარაკო და ვინ იყო მაგ დროს სახში სახში მარტო ვიყავი და აზე მოვედი იმით რომ ბარის კუთხეს მივარტყი თავი და ტკივილისგან და იატაკზე ვეგდე აზე რომ მოვედი და დავიჯექი და ეს იაგერმაისტერის ეს ბოთლი გატეხილი ეს ბოთლი რო გატეხო ისე ხო აი უნდა ნახო ეს როგორი მჭრელია ეს ბოთლი და შუშა ცხელია ძა და ეს სქელი შუშა მაგ დამტროებში ვიჯექი ვიფიქრე რომ სასწრაფო რომ მოვიდეს მეთქი ისე რა ქვია არის ფიქრონ რომ მე რეიტყვიან რაღაცა იმას ქნაო რომ მოვუდე მეთქი და ეს აპტეკი შარვალი გავიხადე ამითი აი ეს ტიტული ვიჯექი ამ იმაში რა ქვია ნამსხვრევებში მოვწმინდე კიდე გაიღმეს მადლობა რომ არ დავიჭერი და ჩავიცვი სხვა და მე მივხვდი რომ სასწრაფოში დარეკვა არ ვიცი და
რა ნომერზე უნდა დავრეკო, რომ სასწრაფო გამოვიძახო და გამახსენდა მეგობარი, რომელიც თავი ატკივდება, გვერდი ატკივდება, ყველაფერზე რომ სასწრაფოს იძახებენ და დავურეკე იმას და აღმოჩნდა, რომ ჩემს корпуსთან იყო ზუსტად საშინელი საცობი იყო და ზუსტად корпуსის გვერდიდან მოვიდა ამ დროს და იმან თქვა რომ მე მგონი მოვიწამლე მეთქი რომ ესე გული ამერიკად კი არა და გული წავევიდა მეთქი და ტკივა თქო და აი ხანჯალი რო ჩაგარწონ ადრე რო ხანჯლები იყო როგორც გვინახია აი ესე რომ ქვემოთ რო დიდდება აი ზემოდან და ქვემოდან და აი ესე რომ დაატრიალო შიგნით აი ისეთი ტკივილი იყო ესე იგი ვიფიქრე ინფარქტი მაქვს და ესე აღმოჩნდით იქვე მოკლედ სატირამდეგო გზაზე შევარდა ეს მანქანა რაღაცა ისა საავადმყოფოში და სასწრაფო ოპერაცია გასაკეთებელია კუჭია გახეთქილიო ესე პერიტონიტი წასული რაღაცა და 20 წუთი დაგვიანებაო და შეიძლება ცოცხალი აღარ დარჩენილიყო თურმე ძალიან ბევრი ადამიანი ტრაგიკულად დაუსრულებია სიცოცხლე აი ეს იყო ალბათ ყველაზე თუმცა მაშინ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მქონდა რომ ამას უნდა დავანებო თავი და სასწრაფოდან საავადმყოფოდან ერთი თვის მერე ისე დავლია იაგენ მაისტერი მშვენივრად და გააგრძელე ისევ არაჯანსაღი ცხოვრება ხო ან ჭკუა ვერ ისწავლე ჭკუა მაშინ ვერ ვისწავლე ხო მაგრამ ბერლინში ვიგრძენი ის რომ აღარაფერი აღარ მახარებს რაღაც ეგ ნივთიერება რაღაც ალკოჰოლი არაფერს მარტო საკუთარ თავში იკეტები მარტო ფოთვა მარტო უბედურება მარტო დედას ელაპარაკე კი და დედაც ეძებდა და უხაროდა და ბელაც და მოხარული იყო იმის რომ მივდიოდი ბერლინში თუმცა ის რომ ბერლინში მე სხვა აზრები მქონდა კიდე თავში მაგას არ ფიქრობდა პარალელურად ხო და ამასობაში მაგრამ ის რაც ბერლინმა მაჩვენა გადაწყვეტი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებაში რომ ეს უკვე დასამთავრებელია და ეს უკვე და თვითონ შემზიზღდა ნივთიერება სიმართლე გითხრა იცი რა მინდა კითხო ამ ნივთიერებების ალკოჰოლი იქნება თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებს აქვს თავისი ცხოვრების წესი თან ყველაფერთან ერთად ხო ანუ შენ მაინც გინდა არ გინდა ასოცირდებოდი როგორც თქვა მე შენ შემისწორე გლამურთან რაღაცა დღესასწაულებთან გართობასთან სხვადასხვა ივენთებთან და ალბათ იქ იმ გარემოში მიღებული ასეთი მოდი და მაინც დავარქვათ მრუდე სიამოვნება ალბათ უფრო მეტ ხიბლს გძენდა ხო მას შემდეგ ცოტა გადავახტი ახლა მოვლენებს რა მაგრამ მას შემდეგ რაც შენ ეს სენი დაამარცხე შეიცვალა თუ არა შენი ცხოვრების წესი შეიცვალა არაფერი არ მოაქვს იმ ბედნიერებას, რასაც ციფრიზლე ქვია, რომელიც შეიძლება აგიქვა, აი ურთიერთობის, მეგობრობის, ყველაფერს დაგაკარგინებს საერთოდ, აი ლაპარაკის უნარსაც გარდა იმისა, რომ ყველა კაი ჩვევას და ურთიერთობას რაც კი გაგაჩნია. ბატონო, აქვე მეც მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ საუბრობთ საკმაოდ მძიმე თემებზე და ნარკოტიკი არის ყველაზე დიდი ბოროტება და მინდა რომ ყველამ გაითვალისწინოს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ. ზალიკო, ამბობენ რომ თუ გინდა რომ დაამარცხო დამოკიდებულება, უნდა შეცვალო შენი გარემო, შენი სამეგობრო გარემო. შენ შემთხვევაში როგორ არის? იცი რა, საერთოდ არავის აღარ ვეკონტაქტებოდი მე პირადად ბოლო ხანებში. თვითონ დამოკიდებულების დროს. რომ არავისთან ურთიერთობის არც მეგობართან, არც უცხოსთან, აღარც გლამურული და ელიტარული კი არა და აი ვთქვათ ბერლინშიც კლუბში წასვლის თავით არ მქონდა. ისე რომ არაფერი ის აღარ მოაქვს უკვე დამოკიდებული რო ხდები აი როგორც ბოლო დონეზე მე ვიღავი მისული, არაფერი აღარ გინდა და არაფერი აღარ გახარებს. და გარემოს შეცვლა აუცილებელია იმისთვის რომ თუ შენი სამეგობრო წრე თუ შენი გარემო გთავაზობს ან ისინი ეძებენ შენთან ერთად ან რაღაცა როგორც ეს ძირითადად ვთქვათ უკვე ისეთი დამოკიდებულების ვისთვისაც საძებარია ეს ნივთიერება ხო ესეთ წრესთან გაქვს ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაწყვიტო პირველ რიგში ნებისმიერ ადამიანს ჩვენს გარშემო ისედაც აი როგორც აღწერებ თვითონ ნარკოტიკი როგორც შემოდის შენ ცხოვრებაში როგორც კარგი მეგობარი და მე აღმოჩენ რომ მტერია ესეთ ნეგატიურ ადამიანებთან და ნეგატიურ ურთიერთობებს ჯობია საერთოდ არ გქონდეს, იმიტომ რომ დაარსებობენ ესეთი ადამიანები და ჯობია საერთოდ გავწყვიტოთ თავიდანვე კონტაქტი. შენ გაწყვიტე? მე გავწყვიტე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან თვალშისაცემია ის პოლიტიკა, რომელსაც ამ ბოლო დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლო თვეების განმავლობაში დღე არ გავა, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის წარმატებული
გზავნილი ან სპეცოპერაცია არ იყოს გაჟღერებული, რაც მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია და პირიქით ყველაზე სწორი იქნება ალბათ რომ ჩვენ დავიცხოვროთ და ყველაფერი იქითკენ მიდის ისეთ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკული საშუალება არ უნდა იშოვებოდეს გამომდინარე კანონის სიმკაცრის. რა თქმა უნდა. მოდი ახლა მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ბალიზე. ამასთან ერთად მე ისიც ვიცი რომ საქართველოში არსებობს უკვე საკმაოდ კარგი სარეაბილიტაციო ცენტრები, თუმცა რა თქმა უნდა მეც ხშირად მსმენია რომ ეს ის ადგილია, სადაც შენ იყავი, სადაც ყველაზე ხშირად მიდიან ადამიანები განსაკურნებლად. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ვინ გირჩია? როგორ წახვედი? რამდენ ხანს იყავი? როგორ აღმოჩნდი? ეს ყველაფერი მოგვიყევი. ადამიანი რომელიც დამკურნალები იყო ბალიზე, ერთ-ერთი ქართველი წარმოშობის ადამიანი საქართველოში არ მცხოვრები, ის დამეხმარა იმაში, რომ მოხდარიყავ ესეთი არსებობს ბალიზე ესეთი სარეაბილიტაციო ცენტრი და იქვე ბერლინში მანამდე გავიცანი როჩაილდები გვარი რა ვიცი თემა მსოფლიო მიცის როჩილდების ბარონების ოჯახი, რომლებიც ჰოლანდიური შტოსი, ჩემი მეგობარია ელაია დე როჩილდი, ნუ ებრაელია და ბალიზეც მაგ სარეაბილიტაციო ცენტრში მოკლედ იმათი დახმარებით, ანუ იმათმა გადამიხადეს თანხა და მირჩიეს, რომ ვთქვათ, ინგლისური რაღაც დონეზე ვიცი, გერმანულიც, მაგრამ ისეთ დონეზე არა, რომ ფსიქოლოგიური ტერმინები, რომლითაც მოგიწევს საუბარი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, რომ კარგად მესაუბრა, ვთქვათ და ყველაფერი ის გამეგო, ან რასაც 24 საათის განმავლობაში მუშაობა მიდის და რუსული, რომელიც ბავშვობიდან ვიცოდი, ვთქვათ, ალბათ ბავშვობიდან რომელინასაც სწავლობ, ისიც მე საუკეთესოდ. და ესე ბალიზე, სადაც რუსულენოვანიც არის, ესე აღმოჩნდი აი ამ სარეაბილიტაციო ცენტრში ბალის თავისუფალი ხალხი, ესე ქვია თვითონ ცენტრს. რთული იყო? საერთოდ არ იყო რთული, ისე სიმართლე ვკითხა რაღაცა. ხო, მაგრამ თვითონ პროცესი იმისი, რა ქვია, მოთხოვნილება ხო ხონდა პირველი დღეები ალბათ არა? რაღაცა იცი რა, ეხლა რომ მოვდიოდი გადაცემაში და ვიცოდი რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა, საერთოდ ვერ გავიხსენე პირველი პერიოდი, მოთხოვნილება მქონდა თუ არა თუ რაღაცა დღიურებს წერდი ყოველ დღე რამდენიმე ფურცელს და ჩამოვიტანე ესე იგი თაბახები რამდენიმე ესე იგი ტომეულებს გამოვცემ. იმდენი და უნდა გადავიკითხო მე მგონი მე თვითონ რომ ის პირველი დღეები რა გრძნობა მქონდა ამასთან დაკავშირებით. თავიდან კონსულტანტი რომელიც ანუ ვილაზე სადაც ცხოვრობდი, მეორე ვილა იყო კიდე გვერდზე, სადაც ფსიქოლოგი კონსულტანტი რჩებოდა, ანუ 24 საათიანი კონტროლის ქვეშ ვიყავი. ესეც ვიცოდი რომ ვთქვათ იქ დახურულ სივრცეში ვარ და აი მე თავისუფლად რომ ვიქნები, მე როგორ მოვიქცევი, ან მე არ დამეწყოს ხო, ვთქვათ რაღაცა აი ეს მოთხოვნილება ნივთიერების მიმართ და ამიტომ ბალიზე რაღაცა პერიოდი ვიყავი კიდე მარტო, რომ სადაც ჩემი თავი გადავამოწმე ესე ვთქვათ, რამდენად მინდოდა თუ არა, მაგრამ როცა საკუთარი გადაწყვეტილებაა რომ დაამთავრო, მაშინ უფრო ადვილია ეს ყველაფერი. კონსულტანტი მეკითხება რომ აიო ეხლა რაც გძნობო ამ მოყოლის პერიოდშიო და დედა რაც გძნობ მე ვფიქრე რაც გადამეკიდე ეს ვერ გავიგე მაბავს თუ რა უნდა ჩემგან რაც გძნობ და თურმე გძნობები რომელსაც ჩვენ განვიცდით დღის განმავლობაში ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას რომ აი რაღაც მომენტში რა იგრძენი და ყოველი დღის ბოლოს წერდი ამ გძნობების დღიურს და აი ეს ჩვენი გძნობები რომლებიც გვაქვს ხიზელ ადამიანებს გვაქვს და იმ შემთხვევაში ხო ვერაფერსაც ვერ ვგრძნობდი და მთელი გძნობები და ემოციები გაყინული გაქვს ადამიანს და მარტო ფოთვაში ხარ და არც აღიქვავ იმას თუ რაღაც აი პირველი რაღაცა იმ დალევის მერე თუ ისა არაფერს აღარ აგვიქვავ და არ უდგები ამას სერიოზულად და აი გძნობების აღდგენა და ემოციების გაყინვის გალღობა მოხდა ნელ-ნელა პერიოდში. არ ეუბნები საკუთარ თავს რომ ნეტა ადრე გამეკეთებინა. ალბათ იცი რა, ცხოვრებაში არ უნდა ვინანოთ წარსულზე, იმას მაინც ვერ შევცვლით, თუმცა რა თქმა უნდა ეს შეიძლება და უფრო ადრეც მოხდარიყო, მაგრამ ის როგორც ეხლა ეს მოხდა, ისე კარგად აეწყო აი ეს ჩემი მეგობრების როჩაილდის დახმარებით, დიდი მადლობა რომ მოვხდი ბალიზეთან, აღმოჩნდი 64-ში, მართლაც ნატვრის ასრულება იყო, რომ ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ რა უნდა ნიუ-იორკში დადიოდა ჰემპტონებში, იქ იმას მიქონდაო, მე ბერლინში იყო, იბიცაზეო და ისიც კიდე სამკურნალოთაც ბალიზე მოხდაო 64-შიო და
აი ბალიზე უკვე იქ ყოფნის დროს ზღვაზე ხარ რა გამოდის რა ვაცნობთ ხო და აი ოკეანეზე საცურავთ ამ ჩემ ფსიქოლოგებთან ერთად რო წავედით და ის და რომ მოვცურავდი და ეს ტალღა რო გერტყმება და ეს თეთრი ქაფები რო იხსნება აი ეხლა ბურძლებმა დამაღარა ესე ქართულად რო ვთქვათ ისეთი აი ეხლაც ის შეგრძნება რომ ახსენდება ისეთი ბედნიერება იმდენი დოპამინების აფეთქება ხდება ისეთი კაია თურმე ფხიზლად აღიქვა ეს რომ იმ მდგომარეობაში მე ნაცვამი ნამდვილად წყალში თუ ჩავიდოდი ვეცი ხრამში რაღაცა კიბეებზე რომელიც აი იმდენი სილამაზე ვნახე და განვიცადე ფხიზელი თვალით როგორი ხარ ეხლა აი რით გარდა მდგომარეობისა აი თვისობრივად რა შეიცვალა შენში პირველ რიგში ვთქვათ რომელიც დაგვიანება პასუხისმგებლიანობა რომელიც ისედაც გამაჩნდა დღეს დროზე მოხვედი სხვათა ხო აღარ არის გასაკვირი ჩემგან და მე თვითონ მიხარია რომ აი ეს როგორც ქცევის წესები ყოფაქცევის და რაღაცა დისციპლინა რომელიც თურმე გამაჩნდა მანამდე მეგონა რომ მე არადისციპლინირებული ადამიანი ვარ საერთოდ და ყოფაქცევით იოგათი რომელთაც იქ ვიყავი დაკავებული ბალიზე ამ პროგრამასთან ერთად იოგათი ესე იგი თავიდან რომ ვიწერებოდი ამ გოგოს გულში ვაგინებდი ჩემი იოგას მასწავლებელს ალია და კაი გოგო იყო და გულშიო მაგინებო ხო მეუბნება და თავ არ მეტყოდი თურმე ამ ადამიანმა ამასობაში რასაც ფიქრობ ის შეგიძლია თქვა თუ კაი ფორმით შეგიძლია ეს მიაწოდო სხვა ადამიანს და მე ბოლოს იოგა რომ მომწონდა მე გამახსენდა რომ იმას უყვებოდი ცეკვავენ მასწავლებლებში ცეკვავდი მეთქი და ჩემთვის ისეთი ტაჯვა იყო მეთქი ამ რაზა 1 2 3 4-ის გაკეთებოდ ხო და ეხლა რომ იქ ხედავდეს ჩემი მეწვილე ან ქორეოგრაფი რომ მე აი ამ რაღაცა განასხვებს და ფეხების აღშემოდებას და იმას ვახერხებდა სუნთქვითი ვარჯიშებით თან რომ ეს 1 2 3 4 რაღაცა თვლით გააკეთო აჯიბანია და მე რაღაცა პოზები სამომავლოდ შესაძლებელია ერთხელაც შემოხვიდე პროექტს არ ვიცი იცი რაც ამ გადაცემაში მოვდიოდი მაგას ფიქრობდი რომ მეორეჯერ გავიმეორო ფხიზელმა იქნებ გამარჯვებამდეც მივიდე არაფერი არ არის გამორიცხული ხასიათი გამოგიკეთდა ხო ხასიათიც გამომიკეთდა ამასობაში ძველი ხასიათი დამიბრუნდა იუმორის ნაკლებობას არასდროს არ გამიცდიდი რაღაცა პერიოდი მე მეგონა რომ თუ ამას არ დავამატებ რაღაცას ხო ისე ვერ ვილაპარაკებ ვერ ვიქნები შესაბამისად თამამი რაღაცა ის ცოტა ეგ ნერვიულობა ეხლაც მქონდა რომ აი ფხიზელი ვზივარ და რაღაცა კითხვებზე ისე ვუპასუხო ეს როგორ გამომივა და ასე შემდეგ მეტი დრაივი გაქვს ლაპარაკის დროს სხვათა შორის ატყობ ხო ხო და უფრო სწორად აზროვნებ და აი ხო თვისობრივი ცვალებადობაა რა რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე გადაგდის და ალბათ კიდე დროთა განმავლობაში გამომისწორდება ზალიკო არ ვიცი აი სიმართლე რო გითხრა გისმენ და მე თვითონაც ძალიან ბევრ და ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ ძველ ზალიკოსა და ახლანდელს შორის რა და ერთი დიდი სიამოვნება შენი ისტორიის მოსმენა და იმ გამარჯვების ზეიმი, რომელსაც შენ ყოველდღიურად დარწმუნებული ვარ ზეიმობს, განსაკუთრებულად ალბათ დედა ზეიმობს. გაიხარე. შენს გამარჯვებას. ესეთი ცოტა პროვოკაციული კითხვა მაქვს. იმ ძველ ზალიკოს რას ეტყოდი? ძველ ზალიკოს გადაღებულიც მაქვს, რომ იქ მაშინ გადავიღე ჩემი თავი, რომ რა მდგომარეობაშიც ვიყავი და იქ ვამბობ, რომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ხო, ესე იგი ფხიზელი ხარ უკვე და იმ ზალიკომ მითხრა, მე რომ არასდროს აღარ დაბრუნდი აქო. ხო არა? იქ ვეუბნე, მე თვითონ ვამბობ, რომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ხო და თვალებს ვატრიალებ, ესე ბერლინში გადავიღე და ვითომ ბედნიერი ვარ, აი ეს და ამ ყველაფერს არაფერს სიამოვნება არ მოაქვს, ხო და ჯო აღარ დაბრუნდი აქ, არასწოდეს, ხო და თუ ფხიზელი ხარ, ესე იგი გაიმარჯვეთ, ხო. კიდე ერთი თემა ძალიან საინტერესო. რამდენი ადამიანისა იმდენი განცდა თავის ცხოვრების. შენ თუ გიფიქრია იმაზე, რომ როდესმე განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც უკვე ფხიზლად ხარ და შენი სხეული, შენი ორგანიზმი გაიწმინდა. გიფიქრია თუ არა იმაზე, რომ ყოველდღე შთამომავლობა. იცი ეგეც ჩემო ფსიქოლოგმა იმთავარმა რომელიც ხელმძღვანელი იყო იმან მითხრა რომ აი უკვე დროა მოკლედ იცი წარმატებით მიდის და პროგრესირებს შენი გამოჯამრთელებაო რომ ფიქრი იმაზე რომ გააგრძელოს შთამომავლობაო და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით რომ საქართველოში რომ ჩამოვალთ სტუმრათო უკვე და რას ფიქრობ?
ჯერ ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია, ეხლა ჯერ გამოჯამრთელების პროცესში ვარ, პრინციპში აი ის მაგ ზეიმში ვარ, რომელსაც გავიცდი ყოველდღიურად და ალბათ შეიძლება ამ ზეიმა უფრო დიდი ზეიმიც მომიტანოს ცხოვრებაში, თუმცა ჯერ სერიოზულად ამაზე არ დავფიქრებულ ვარ. ჩემი დამოკიდებულება იმითაც იყო ალბათ განპირობებული, რომ ბევრ ამაზე რომ არასერიოზულად მეფიქრა და სერიოზულ თემებზე არ მეფიქრა, აი ამიტომ გადამქონდა გართობაში და აი ლაითებაში, ესე რომ ვთქვათ, დაუფასურებაში შეიძლება. ბოლოს მინდა გკითხო, რა იქნება შენი გზავნილი მაყურებელთა? იბედნიერეთ ხიზელი ცხოვრებით და ერთმანეთთან ურთიერთობით მაყურებელთან გზავნილი იქნება, რომ ვისაც შველა გჭირდებათ კიდე თუ ეს პრობლემაა, მაშინ აუცილებლად ვთხოვეთ შველა და ყველაფრისგან არსებობს გამოსავალი და ნუ ჩაიგდებთ თავს აი იმ უბედურებაში, რომ როცა შეიძლება კუჭი გაგისკდეს და რაღაცა უბედურება დაგემართოს და დროზე მივხედოთ პრობლემას. მე მგონია, რომ დღეს შენ უკვე იმ კონდიციაში ხარ, რომ მაყურებელმა ან შენმა რომელიმე ფოლოვერმა რომ მოგწეროს სოციალურ ქსელში რჩევის სახით უკვე კაი რჩევის მიცემა შეგიძლია. კიდევ ეხმარები ჯერჯერობით ადამიანები არიან კიდე ახლო წლიდანაც, თუმცა რომელსაც მე დაახლოებით ხვდები, რომ რაღაც პრობლემა აქვს და შეიძლება ცოტა შორიდან ეპარებიან ამის პირდაპირ კითხვას, მაგრამ ეს როგორც ვთქვათ რაღაცა ფსიქოლოგია შესწავლილი, კიდევ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ, ისე როგორც მე დამეხმარე, ვთქვათ მეგობრები, რომლებიც მიმითითეს სწორი გზა, ვთქვათ და ის რაც უკვე აღნიშნეთ კიდე შენთან, რომ ესეც კაი გზავნილია, რომ საქართველოშიც არსებობს უკვე რაღაცა გამოსაჯამრთელებელი თემები შეუძლია ადამიანს აქაც მიმართოს და ვისაც კიდე ნუ თავიმართა პრობლემას საერთოდ ბალიზე აღმოჩნდეს მეგობრები. თუმცა პრობლემა მაინც ვიყოთ იღბლიანები. ძალიან დიდი მადლობა და მე გისურვებ, იცი რა, მე შენ გისურვებ, რომ სულ ესე იყო, როგორც ეხლა ხედავ. იმიტომ რომ ერთი დიდი სიამოვნება უკვე ასეთი სახით შენი ხილვა. დიდი მადლობა ნოე და როგორც ავიდან აღვნიშნე, აი ამ ჩემ გადაცემაში და შენ გაპირადად, აი ესეთი მიღება ჩემი ფხიზელის, ჩემთვის კიდევ ერთი დიდი ზეიმია და მადლობა ამისთვის და არაჩვეულებრივი დოპამინების აფეთქება, ესეთი კომპლიმენტის მიღება.